ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოხსენებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთეს საქართველოს განვითარების ფონდში. განვითარების ფონდის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები გაატაროს აქტიურად იმისათვის, რომ მსგავსი საკითხები მოიხსნას დღის წესრიგიდან და არ შეფერხდეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ის საკითხები, რომელზეც ევროპის საბჭო საუბრობს, ძალიან სამწუხაროა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ვერ გადავიდა იმ ეტაპზე, რომ ამ ტიპის ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორც არის სამართლის უზენაესობა, როგორც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც არის თავისუფალი მედია და მასზე ზეწოლა, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში. ამისათვის საჭიროა რეფორმები, ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ამისათვის საჭიროა, ასე ვთქვათ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გაარღვიოს ეს მოჯადავებული წრე და ბოლომდე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, რომელიც არის საქართველოს რეალურად ერთადერთი არჩევანი.